მისი მემკვიდრეობა უბადლო ერთგულება და თავდადებაა. ძვირფასო მორწმუნენო, შუამავლის დაბადებასთან დაკავშირებული კვირეული ისევ გრძელდება და წელს ამ კვირის თემა შუამავლის თავდადება იქნება. მოდი დღევანდელ ხუთბაში კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მაგალითები სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავლის ცხოვრებიდან, რომლებიც სწორედაც რომ თავდადებას შეეხება. ძვირფასო მორწმუნენო, ჩვენი შუამავალი უპირველეს ყოვლისა ღვთის წინაშე თავდადებული იყო. ის ღვთისადმი მორჩილების, მისდამი თაყვანისცემისა და უსაზღროდ მინდობის საუკეთესო მაგალითი იყო. ერთხელ, როდესაც წმიდა აიშემ დაინახა, რომ შუამავალს ღამე ლოცვისგან ფეხები ჰქონდა დასივებული, ჰკითხა: შუამავალო, შენ ხომ წარსულისა და მომავლის ყველა ცოდვა მიტევებული გაქვს? მაინც ასე რატომ იქცევი? პასუხად შუამავალმა ბრძანა: აიშე, განა მე მადლიერი მსახური არ უნდა ვიყო? ძვირფასო მორწმუნენო, შუამავალი ოჯახის წინაშეც დიდ თავდადებას იჩენდა. მექას გათავისუფლების დღეს თავისი კარავი წმიდა ხატიჯეს საფლავთან ახლოს გააშლევინა და ყველაზე რთულ წლებში გვერდში მდგომ გარდაცვლილ მეუღლეს პატივი მიაგო. შუამავალი მშობლების მიმართ უდიდეს პატივისცემას იჩენდა. ერთხელ, როდესაც შუამავალთან ახალგაზრდა ყმაწვილი მივიდა და უთხრა, რომ მშობლები მტირალი დატოვა და მასთან წამოვიდა, შუამავალმა უბრძანა: დაბრუნდი მათთან და როგორც აატირე, ისევე გააღიმე. ძვირფასო მორწმუნენო, შუამავალი ასევე დიდ პატივისცემდა სიტყვას. ის მიცემულ პირობას არასოდეს არ ღვევდა და აუცილებლად ასრულებდა მას. ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით, შუამავალმა პირობის შესრულების მნიშვნელობა ასე განმარტა: ვინც მიბარებულის მიმართ პასუხისმგებლობას არ გრძნობს, მისი რწმენა ჩამოუყალიბებელია. მიცემული პირობის მიმართ უპასუხისმგებლობას ვინც იჩენს, ის სარწმუნოებაში ჩამოყალიბებული არ არის. სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავალი გარემოს მიმართაც უდიდეს პატივისცემას იჩენდა. წარღონაც რომ იყოს და ხელში ნერგი გქონდეს, დარგეთ. შუამავალი ასევე მოგვიწოდებს პატივისცემით მოვეპყროთ პირუტყვს. პირუტყვებთან მოპყრობის თაობაზე გეშინოდეთ ღვთისა. ასევე შუამავალი გვირჩევს, რომ მცირე განბანვის დროსაც კი ზედმეტი წყალი არ მოვიხმაროთ და ამით გარემოს მიმართ პატივისცემა გამოვიჩინოთ. ძვირფასო მორწმუნენო, ერთგულება და პატივისცემა რწმენის ნიშანია და ის მორწმუნე ადამიანისათვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ჩვენ, როგორც მორწმუნე მუსლიმები, ვალდებულნი ვართ შუამავლის რჩევებს ყური დაუგდოთ და მისი ცხოვრების გზა მაგალითად მივიღოთ. ყურანში ნაბრძანებია: და ისინი, რომელნიც მათზე დადებულ აღთქმანს და ანაბარს იცავენ.
არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ღვთისადმი გამოჩენილი ერთგულება და პატივისცემა, ასევე ადამიანების, ოჯახის, გარემოსა და დადებული პირობის მიმართ გამოჩენილი ერთგულება და პატივისცემა ღვთის კმაყოფილების საწინდარია და ასეთი ქმედება ამ ქვეყნიური და საიქიო ბედნიერების მომტანი იქნება.